მოგესალმებით, ჩემო კარგებო. ძირითადი ესთეტიკური კატეგორიების განხილვის შემდეგ, რასაც ჩვენ 4 ლექცია მოვანდომეთ, წინა შეხვედრისას უკვე დავიწყეთ საუბარი ჩვენი ინტერესის ძირითად ობიექტზე, კომიკურის კატეგორიასა და სიცილის ფენომენზე. როგორც გითხარით, ჩვენი რამდენიმე საუბრის საერთო სახელწოდებაა პლატონიდან ფროიდამდე. რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა განვიხილოთ იმ მოაზროვნე ფილოსოფოსთა შეხედულებები, რომელთაც კომიკურსა და სიცილზე ფილოსოფიის აზროვნების ისტორიაში თავიანთი აზრი გამოუთქვა. უკვე ვისაუბრეთ ძველ ბერძენ ფილოსოფოსებზე, პლატონსა და არისტოტელეზე, მაგრამ თემა არ დაგვისრულებია. არისტოტელეს შეხედულებებზე დასკვნის სახით ასეთი რამ უნდა ითქვას, რომ არისტოტელეს სიცილის თეორია ეხება გასართობ სიცილს და ის სოციალურად მნიშვნელოვანი სიცილისათვის გამოუსადეგარია. აღიაროს სასაცილოდ მხოლოდ უვნებელი და არავისთვის საზიანო სიმახინჯის ნაწილი ნიშნავს უარყო სიცილი, როგორც ბრძოლის საშუალება საზოგადოების მნიშვნელოვან და საშიშ სიმახინჯეთა წინააღმდეგ. როგორც აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე აღნიშნავს, არისტოტელე კომიკურს ესთეტიკურ ღირებულებად არ თვლიდა. უფრო სწორად რომ ვთქვათ, მას სასაცილო ჰქონდა მხედველობაში და ამის მიხედვით არც მოუწია კომიკურის აზრობრივი დახასიათება. ძველ საბერძნეთში სიცილის სხვაგვარი ინტერპრეტაციაც არსებობს. ეს თვალსაზრისი განსხვავებით პლატონისა და არისტოტელეს სიცილის თეორიათაგან სიცილს აღიარებს ბრძოლის საშუალებად და მის მთავარ დანიშნულებას საზოგადოებაში არსებული ბოროტებისა და ნაკლოვანებათა გამომჟღავნებაში, მათ მხილებაში ხედავს. ასეთი სულისკვეთებით გამოიხატა უკვე ანტიკურ კომედიოგრაფიაში, რომლის მთავარი წარმომადგენელი არისტოფანე იყო. არისტოფანე, კომედიის მამად წოდებული, ძველი ბერძენი კომედიოგრაფი, თავისი კომედიების შინაარსად თანამედროვე მნიშვნელოვან და საჭირბოროტო სოციალურ, პოლიტიკურ, ზნეობრივ და პედაგოგიურ საკითხებს იღებს და მძაფრი, დაუნდობელი სიცილით ამათრახებს ბოროტებასა და მანკიერებას, რათა ამით, როგორც თვითონ აცხადებს აქარნელებში, მოქალაქეებს კარგი ასწავლოს. ამ მიზნის სარეალიზაციოდ იგი არა აბსტრაქტულად, ირიბად და შენიღბულად, არამედ პირდაპირ და აშკარად დასცინის მნიშვნელობასა და პირმოთნეობას, ხაზინის ძარცვასა და მექრთამეობას, კონკრეტული პიროვნებებისას, სიხარბესა და ანგარებას, გარყნილებას, დემაგოგიასა და მეცნიერულ შარლატანობას, რა საშიში, გავლენიანი და პოპულარულიც უნდა იყვნენ ეს პირები. არისტოფანე არ ერიდება არამც თუ ათენის მმართველს, სტრატეგ პერიკლეს, დემაგოგ კლეონს, მხედართმთავარ ლამახს, არამედ თვით დიონისესაც კი, რომ არაფერი ვთქვათ ფილოსოფოს სოკრატესა და გამოჩენილ პოეტ ევრიპიდეზე. არისტოფანეს კომედიოგრაფიისათვის უღირს საქმედ მიაჩნია სუსტი, არასაშიში, უვნებელი მოვლენებისადმი დაცინვა და მოითხოვს ძონძისთვის დაცინვის განდევნასა და ტაკიმასხარობის უკუგდებას. თავის დამსახურებად არისტოფანე სწორედ ასეთი სიცილისა და მასხრობის განდევნას და მაღალაზროვანი კომედიების დაფუძნებას მიიჩნევს. ასეთმა მოქალაქეობრივმა გამბედაობამ განსაზღვრა არისტოფანეს კომედიების უაღრესად საზოგადოებრივი ხასიათი. გოგოლის თქმით, კომედია საწყისშივე საზოგადოების, ხალხის მიერ იყო შექმნილი. ყოველ შემთხვევაში, ამბობს იგი, ასე გვიჩვენა ის თვით მისმა მამამ
არისტოფანე. თავის დამსახურებას კომედია ზავში არისტოფანე ასე ახასიათებს. უინბაზობა მოსპო მან სამარცხვინო და ბიწიერი, ნაცვლად აღმართა ხელოვნება საფაქიზო, მაღალ სიტყვათა, კეთილშობილი აღმაფრენით აღზევებული არა საბაზრო, არა უბრალო მცირე კაცთა ან და ქალთა განსაკიქები, არამედ აღს დგა ზვიათთა ზედა ჰერაკლესებრ მძვინვარე რისხვით. ეს მისი სიტყვები გახლავთ არისტოფანესი. შუა საუკუნეებში ქრისტიანულმა ეკლესიამ კომიკური განდევნა სოციალური, ოფიციალური ხელოვნებიდან და იდეოლოგიის ყველა ოფიციალური სფეროდან. როგორც რუსი მეცნიერი ბახტინი აღნიშნავს, ციტატა, სიცილი განიდევნა საეკლესიო კულტიდან, ფეოდალურ სახელმწიფოებრივი წესიდან, საზოგადოებრივი ეტიკეტიდან და მაღალი იდეოლოგიის ყველა ჟანრიდან. ოფიციალური შუა საუკუნეობრივი კულტურისათვის დამახასიათებელი ტონის ცალმხრივი სერიოზულობა დამკვიდრდა როგორც ჭეშმარიტების, სიკეთისა და საერთოდ ყველაფერ არსებითისა და მნიშვნელოვანის გამოხატვის ერთადერთი ფორმა. ციტატის დასასრული. და მართლაც ადრიანი ქრისტიანობა სასტიკად კიცხავს სიცილს. იოანე ოქროპირი და ტერტულიანი ეშმაკეულად აცხადებენ სიცილს. იგივე აზრისაა კლიმენტ ალექსანდრიელი და ეკლესიის სხვა მამები. ამის შედეგი ის იყო, რომ ხალხური სიცილის კულტურა ოფიციალური იდეოლოგიის გარეშე დარჩა. მხოლოდ აღორძინების ეპოქაში შევიდა სიცილი მაღალ პროფესიულ კულტურასა და ხელოვნებაში. როგორც ხალხური შემოქმედებითი საწყისი. ეს იყო რაბლესა და ბოკაჩოს, სერვანტესისა და შექსპირის, ბოსხისა და ბრეიგელის ხელოვნება. კომედიის განვითარებამ წარმოშვა ინტერესი კომიკურის თეორიისადმი არისტოტელეს პოეტიკის აღმოჩენამ და იტალიურ ენაზე თარგმნამ დრამის განვითარების ახალი სტიმული წარმოქმნა. აღორძინების ხანის ტრაქტატებში მოცემულია კომიკურის ბუნების რთული და დანაწევრებული დახასიათება. ტრაქტატების ერთ ჯგუფში კომიკური უკავშირდება გრძნობადი სიამოვნების მომენტებს. სხვაში აღნიშნულია, რომ ეს არის ისეთი ტიპის სიამოვნება, რომელიც ჩნდება რომელიმე სისაძაგლის ან არასრულფასოვნების ჭვრეტის შედეგად. მესამე ჯგუფში კი სიცილის გრძნობა უკავშირდება შურისა და ადამიანური ბუნების არასრულყოფილების გრძნობას. ამრიგად რენესანსმა სიცილი არათუ აღადგინა თავის უფლებებში მთელი მისი მრავალფეროვნებით, არამედ თავისი გამოჩენილი ოსტატების ხელში ბასრ იარაღად აქცია, რომლითაც დაუნდობლად სცემდა ლახვარს სქოლასტიკურ განსწავლულობასა და გონებაჩლუნგობას და იცავდა ადამიანს, მის უფლებებს, გრძნობას, გონებას. იმის გასაგებად, თუ რა რიგმაღლა დააყენა რენესანსმა სიცილი და რა მნიშვნელობა მისცა მას, საკმარისია დავასახელოთ ერაზმ როტერდამელის ხოტბა სისულელისა, ფრანსუა რაბლეს გარგანტიო და პანტაგრუელი, სერვანტესის დონ კიხოტი. მათი ნაწარმოებები ზოგჯერ პირდაპირ არისტოფანეს ყაიდაზე ჟღერენ. რაბლემ თავის ნაწარმოებს ასეთი ситყვები წაუმძღვარა: Други читатели, берясь за эту книгу, освободите себя от всяких аффектов и, читая ее, не возмущайтесь. В ней нет ничего дурного и заразного. Правда, здесь мало чему уж совершенному вы научитесь. Разве лишь по части смеха. Другого предмета не могло мое сердце избрать. Видя горе, которое вас точит и снедает, лучше писать о смешном,
чем о печальном, потому что смеяться свойственно человеку. ეს გახლავთ ამონარიდი პინსკის წიგნიდან აკამიჩესკამ ურაბლე. არისტოტელეს კვალდაკვალ რაბლე იმაზრისაა, რომ სიცილი ადამიანის თვისებაა. სიცილი არის სიჯანსაღისა და სიხარულის გამომხატველი და მას განმაახლებელი და გამაცოცხლებელი ძალა აქვს. რაბლეს სიცილი ხალხური სიცილია და ისევე მრავალფეროვანია, როგორც ხალხის ცხოვრება.